ნინო, ვის უყვირს ჩიჟიბიში, მაგრამ სულ მენატრება. რასა? ხო, რაცა ყველაზე ადვილი გასაკეთებელია, ახალ პამიდორს ძალიან მოხდება. თბილისში იყო ჩემს სტუდენტობაში ერთი განსაკუთრებული ადგილი. იქ სადაც ეხლა რუსთავის თეატრი მერიოტირო. ხო. ეხლა რესტორანი არის იმ ადგილზე. და იმ ადგილს ეძახდნენ ჩხირებიანი კაფე, იმიტომ რომ ფარდებად იყო ჩამოშვებული ჩხირების ქარბა. იქ ეცდება ყველაზე გემრიელი ჩიჟიპი. დავდიოდით და 5 მანეთი ყიდა და 5 მანეთი იყო ძალიან ძვირი ფასი. ერთი უბრალოდ კი. და კეთდებოდა ძალიან გემრიელი, მაგრამ იცი რა? ზურა არაფერი სხვა დამატებით ნუ არ ქონდა, იყო მარტო კვერცხი და პამიდორი. მაგრამ იყო საოცრად გემრიელი. მე მგონი კინძია ზულაკია რომ. ხო და გავაკეთოთ, ნახე რა ამ ფერი პამიდორი ხომ სხვას არ ექნება. აქ ი პამიდორი ჩემ მოყვანილი არაა, ვერ მევიტყუები. ხარიბეგაშვილი კობა. კარალეთე. ყობას ვაძლევთ ჩითილს, ასეთი შეთანხმება გვაქვს, ეგ შენი მოწყობილია და შენ რას გიხსნი? მოწყობილი ამბავი. შენი მოწყობილი ამბავია. ყობას ძალიან შრომელი ოჯახი აქვს, არაჩვეულებრივი დედმამა ყავს. და მებოსტნეობით და მეხილეობით არიან დაკავებული. კი. ვაძლევთ ჩითილს იმ პირობით, რომ სათესლე პამიდორს მერე ჩვენ მოვყიდის. კი ბატონო. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყობას დღეს გამოგზავნა, ნახე რა მშვენიერებია და კარგი ხარ. ხო იცი ბაზარში როგორ ამბობს? ხო. ამ პამიდორს რო დაინახავ და ის პამიდორი რო იზურასია. სურასია, მოწონს რა გინდა. ხო და რადგან ასეთი კაი პამიდორი გვაქვს, ჩიჟიბიჟი გავაკეთოთ დღეს და კი ბატონო. შევიტან მენიუში. დაფერი კვერცხი მაქვს ნახე. აქა ჩვენს მენიუში გექნება. ხო. უი რასა. სოფლის კვერცხები. მაგას უნდა ბუხანკა პური. მე ვინაღა მევიტეხეთ ისე. მაგას უნდა ბუხანკა პური და ნახე რაფერი პური მაქვს კიდე. მაგას რომ ამოაწებ იმაში. კაი. ეხლა არ უკეთებ არაფერს, ხო? ქინძი. არა. მხოლოდ ქინძი წიწაკა პამიდორი. შენ რა მითხარი დუღარე წყალი მინდაო? ამას კანი უნდა გავაცალო და ადვილად გავაცილ კაც თუ დუღარე წყალში ჩავდე. ეთე მე გაგისახ 3 ცალი უნდა მაგას და მე გავაცილე. აი, შენ ბატონო, ანტე გაზია მასე მასობაში. ეხლა. რომე ხახვები ჩამოყარია. ახურიზე თქნა? ხო, კაია მაგი. კაი ჩემო კაცო. რაფერ ჩენი ტყვი რა ვიცი მე. კაი, ახურიზე. რატო აღარ ვაკეთე? რას? ჩიჟიბი, საერთოდ რატო აღარ კეთებ? მე ვაკეთებ სახში. მართლა? მე სამთაში ვაკეთებ და ხო შენახული პამიდორი. კილებში ამას ხო ვინახავ სადილის პამიდორი. იმით სულ ვაკეთებ სამთაში. საუცფათო ძალიან გემრიელი და კარგია. იოლია. ამ კაი პურთან კაია ძალიან მიყვარს. იოლია. ნინო, გააზრე პამიდორს ტყავენ. ხო მითხარ მე გავაცილ ტყავს პამიდორს თუ მე მაშინ რო გავაცალო ცხელი წყალი მიდა და ხავს მე დავჭრედი სიამოვნებად. დაჭერე. მომაწოდე. შენ პამიდორს უნდა პამიდორს მოადრობ. გამიცალე და მე მგონა რაღაცა უფრო იოლი მეთოდი იყო. უხა იოლი ჩაულებრივად 2 ცალი პამიდორი უნდა მაგას. მომეთებშინათ. ზურა ეს ის ხახვია იმ დროს გოლიდან რო წამოვიღე? ხო. თუ ეს კაი ხახვია თესლის ხახვია. ხო, თესლის ხახვია და ახლა ხოვთხოვე მე გახსოვთ გალერი გამიკეთეთ მეთქი. კი. ბევრი მხო საქმე დავკიდოთ და გავყიდოთ. ხავარია ქეთნომ შეძლოს მაგისი გაკეთება. ქეთინოს ყოლია 90 წლის დედამთილი, იცოდი? კი, სახში და მუშაობს ხელებში, რასაც მივაწოდებ, წვანილია თუ რამე ყველაფერზე მეხმარებაო. და ქეთინომ თქვა ბოსელს ისე ულისო. რომ მე არ შევდივარ ბოსელში 90 წლის ქალიო, დროხას თვითონ პატრონობს დროხებს. მე მაგარია რა დიხლა, ისეთი ცხოვრება ისენა დატარებული შრომაში. ხო და ახლა მაგას რომ მიუტან მაგას დასაწნავათო ხახვის გალებს გაუხარდება. ახლა ჩვენ პამიდორისგან ვიღებთ ტესტს. ეს ყველაფერი მაგას ემსახურება, რომ ამ საუკეთესოებიდან ავიღოთ ტესტი. აგერ აფერმას დამზადებული ნახე. ზურა ჩითილებით წაიღო ძალიან კაი ყობა, ნახე. ასე თესლებს ახლა ვაშრობთ, ეს კარგად გარეცხილია, ეს იქნება მოღებული ალბათ 1-20 კილო პამიდორიდან. ძალიან ცოტა გამოდის. ხალხი მეჩხუბება რატომ დებ იმ პაკეტში ცოტასო და რა უქნა არ მაქვს მეტი და. ერთ ხალში გამოდის 10 ცალი, მეტი ხო არა თესლი? არც ნახე როგორი სული და მაგას მნიშვნელობა აქვს მაგრამ ფერი. ცოტა მოგდება. ნინო დღეს მონსერატ კაბალიესავით რა იზახარ გამოწყობილი. რა ვიცი ეს. ჩიჟი-ფიჟის ეძღვნება შენი გამოყრება. მარგალიტები და მონსერატ კაბალიე. რამე სიმღერას ხომ არ აპირებ? ვაპირებ. დილ თეთი არ გესმოდა რომ ღეროდი?
არა სტუმრები მყავდა და შენ და არ მეცადა. ის ჩემი ხმა იყო ის ნარნალი რომ ღეროდი. მელიზნები. შენ გემალები ხომ ეს სული ეჭახი მელიზნები. ასეთი ამბებია ჩემო ბატონო, ესენი ყველაფერი დარეცხილია მინდა იცოდე. ბატონო ზურაბ. მაგას იმიტომ რომ არ გეჭხუბო? ხალხი რომ გვითომ თვითონ ჭამე. ხო. მაიკა დარეცხეთ კარგად. არა, აქანები ბოსტინდან მომაკვირდა. ამ დილას ახლა კაია ველოდები არ ჭამე დღეს საჭმელი შენ მოსრობი მოდიოდი. გელოდებოდი რომ მე ღუღუნაპურით ახლა ნახე რა გემრიელი იქნება. გაღუღუნებული. შენ კი გეგონა რამე განსაკუთრებული მეთოდი ვიცი, მაგრამ ტყულა გავაცალე კანი. თხელი აქვს ფათაშორის კანი ამ ხარის გულებს. ხარის გულებს ცოტა თხელკენი მაგრამ აბა ეგრე ხომ დუღარე დაგიწყე იცი რა დილად. ო ხარი, რა შეხედე რა. ვერ მომიტან ებ დუღარე წყალს აი ბაჩვენებ ახალ მეთოდს კანის გაცლის. ვიცით რომ იცი პამიდორის მინდა რომ გავაკეთო რა იყო. დაცლილი ხარ. ეგ უნდა მოუჭყლიტო ეხლა მე მასეთი დიდებად არ მინდა. მაგას დაგიჭრი. აი და. კიდემ დუღარე? კი, აუცილებლად პატარა ჯამში გეხვეწები რა. უნდა რომ მე კლასი აჩვენოს პამიდორს რა ფერადრობს კანი. ბიჭო, ყველა მიცის, მაგრამ მეც მინდა. ნუ მიყურებ ტერივით ახლა ასე არ შეიშუშება? ეგ დიდებია. არა უშავს, დიდებს გადავყლაპავში. ჩემ დავაკეთე, სხვის და ხომ არ ვაკეთე. აი, ახლა მე ცალს გავწვი, მას შემთხვევით გავაკეთე. აი, ცალკე ტაფად ადგიაგერა. კი ბატონო. არ შემომიზიარდე იცოდე. ჩემსაც რეჰანი არ უქნა რა, არც ბულგარული არ. არა, იცი რა, ამ ბოლოს დაიწყეს ეს ბულგარული დამატება და რეჰანის, მაგრამ ის სხვა გემოა. ნამდვილ ჩიჟიპიშის უნდა მარტო პომიდორი და ნიოსაც არ უმატებ. არა, ნამდვილ არა. ეხლა ამ ოთუში ხავს დაუმატებ პომიდორს, პომიდორთან ერთად ჩაიშუშება კარგად. ეხლა ისიც უნდა თქვა, რომ ყველა პროდუქტი ჩვენებთან რაც გვიგონია, ყველაფერი არის ქართული. აბა, ნამდვილი ქართული ჯიში, პომიდორიც, ხახვი, გორის ხახვია წითელი. ნუ კინცი ხო არ თქვა. კვერცხები რა ფერია? კვერცხები ხოლოსო. აი ეს არის ზურამ დუღარი ჩემ. კაი, დუღარი წყალი. ეხლა აბას ერთი ცალი ნახე. რა სასაცილო ხარ ზოგჯერ? ზურიკო მაცადე ერთი წაბით ეხლა არ გამანერბიულო. შეხედე? მე თავს ეხლა მაიკ აბა არ ჩაგეწოს იმაში ჯობია. შეხედე აი ესე გავსერავ პომიდორს და ჩავდებ დუღარიში. ეხლა ნახე ეს ფლიანი უნდა ყოფილიყო. რა უნდა ყოფილიყო? ღრმა უნდა ყოფილიყო, რომ წყალი იყოს. არა, მაგი არ გამოუვიდოდეს ახლა. რა არ გამომივა? შეხედე მოკიდებ ხოლმე და გადააცლი ბოლომდე გადაძვრება. აბა გადააძრე ერთი გაჩვენე. ხოლმე მაცადე გაჩვენე პოყო და არ არის წყალში მთლიანად. ფილოსოფოსობას რომ იწყებს მინდა მომეცი. ეს ღრმა ჯამში რო იყოს ხელით მოვჭყლეტი. არ უნდა მოიყვე და აყარე მაგას. ო, ეს როდის მოიშუშება, იცი ადვილი იქნებოდა. რაც გინდა იქენ დამეთქურე. თან მიყეთებ და მიფუჭებს ხელწერას და თან მეუბნება გააკეთე რაც გინდაო. თუ არ შეიჭუმა ნახავად. სულ არ ჩაგედო ტაფაში მაინც შეიჭმებოდა ისეთია შეხედე. დაფიფხული გული როა. ახლა კიდე ამას რომ მოვჩევით ერთი მშია და შევჭამო და მერე დიდ ქვაბებში 50 ლიტრიან ქვაბებში ვაკეთებ შესანახებს ზამთრის თუ ზამთარშად ვაღმთერი პომიდორი. ასე ჩაშუშული პომიდორი გავაკეთოთ. უცია მაგას. არა და ფერ შეიჭრის მერე ადგილად. ხოდა ჩაშუშული პომიდორები შევინახოთ 3 ლიტრიანებში ვინახავ ბევრს და მერე ვიყენებ. ეხლა ნახე რამდენს გაახსენდეს ეგ ამბავი ჭირებში ჭირებში. ჭირებში. მე არ ვიცი არ მიჭამია მაგდროს. მაგდროს აღარ იქნება. მაგდროს ასკანაში ვიყავ და ბებიაჩენი მიკეთებ და ჭიჟიბიში. შენ დროს აღარ იქნებოდა. შეხედე? всё. გადამძვრალი. კი რაც იყო ჩაწებული იგი. ჩაწებული აბა ესეც მთლიანად უნდა იყოს დუღარიში დაფარული მთლიანად ძვრება ყველაფერი. ახლა შენ გონია რამე ახალი თქვი? ბიჭო, მე მიდოდა ასე გამეკეთებინა და შენ მიშლი ხელს. რატომ მიშლი ხელს? მე შენ ცხოვრებაში გიშლი მგონი. რაიმე, არ ვიცი რა. მე მბრალდება ყველაფერი. რაც გამოზდის, მისი ბრალია და რაც არ გამოზდის, ჩემი ბრალია. ასია საერთოდ. ასია საერთოდ. აი, ვიყომე დამნაშავე რა ვქნა. ერთი გააკეთე, მაიდევ ჭამოთ და ვიყომე დამნაშავე. ხო დამიჭერი ცალათას არის პომიდორი. აი, ნახე, მე ამას ხო დავთვი ესე. უბიკება და მე ამას კიდე მოვჭყლიტა. უფრო ადვილად იშუშება, უფრო მალე კეთდება და გართვაც მეტია. გაიგე ეგენა თვალე, აი შეხედე. აი. ადამაცადე. უიმე ტაინი. რაც გინდა იქენი უშემჭამე. ამას შემთხვევით გამოგიწევ.
ჩიჟიბიჟი მინდა დროზედან რატო შემჭამე? ეხლა პამიდორი კარგად უნდა მოიყუშოს. ამიეწო ამეიგანგლა პამიდორში. დღეს რაცხა აჟიტირებული. კაფერი კაბარაცია ნახე. მოსტრად კაბალია მოვდივარ პამიდის გასაკეთებლად. ჩიჟი პიჟი. ასეთი არის გენასვალი დაკვეთა ხელმძღვანელობის. ახლა იცოდე ყო ცალკე არ აქვს. მე რატომ მითანხმებ ერთი გააკეთე? მე ამბობ მე შემითანხმე ნულაპარაკობ ისე ნურაფერსო და ახლა გითანხმებ. ახლა ყო წინასწარ არ ავთქვებ, არ ამითქვიფო, ამაში ჩავყრი და აქვე მოურევ. ცოტა რა ფერს გინდა? ხელი ოღონდ ქენი დროზე. როგორ ჩაჭმელი შეხარა შეჭა. ცოტა მშია არ მიჭამია ნინო 12 საათია და ლაპარაკობ რაც მოინის მერე. მაშინ უნდა ადგე 7 საათზე. შენ გამიწესია ხა მე რო ისავდე და მოიწავდე. და შენ სახში რო ისავდე და დაწო შენ კი. ნახე რა პეჭი. ბაბში ცხოვრობდა მთელი ბუხანკე. ნატანებში კი. ნახე ასეთი ბუხანკა პურები ცხოვრობდა რკინიძის სადგურებთან ახლოს და ხილდა რკინიძის პური იცი? არ ვიცი. რკინიძის სადგურებთან იყო პურის საცხობელი. და რაღაცა მიგონი მაგ სისტემაში. აუ და ხილდა რკინიძის პური. რომ შევიტან მენიუში ამ ფერპურებს მუდობ გვერდს. ცოტა მომჟაუა და არის გემი. სოფლის კვერცხი აი იდეა ძალიან. სოფლის კვერცხი, მაგრამ აი ჩემი ბიზნესია ხა. სუნელივით შენი ვერ იქნება, ჩემი ბიზნესია. ჩემი თუა ბიზნესი და ხერაფერ გავაკონტროლა, მე ვიკითხო ჯერ ამდენი გეიყიდა დღეს. გუში ხო იცი ვიღაცები გაგიჟებულა ნისა რაზია. არაბები მაქსუნელზე. და კითხულობდი. 16 წელიწა იყო იმ კაცმა. ხო, რაც ხონდა, რამდენია უსი ყველა მომეცითო. ხო, ჩამახედი ახლა მე მაგ ბიზნესში ხო იძახი ამდენი ხანია. ვერა, ფულებში ვერ ჩაგახდე. ვაიმე. შენ მარტო უნდა აკეთო. მოდიან გოგო და სალაროში მარინამ თქვა აი სავარძელი აქედან ეიღეთო და წავალიცო და სამსახურიდან. რატო მეთქი და მოდიანო და რომ კითხულობენ რა ღირს შესვლა 5 ლარი ღირსო ერთ ცოლ შეიყვანს და ორს უტოვებს მარინას იქ ან სამს. კაი დეტალს გა. ხო და თელი დღე ზიან იქა. ან ასდით რაცხა ტკბილის სურნელება. წასმული აქვს რაცხა სუნელი. აბა ასე სამი ცოლი დადია, იმის რა კაი. რა ვიცი ან ცოლია რა კაია ისეა. აბა. სამი რომ მოდიხარ მამალივით ასე მოგხობა უკან შარა. ორი რომ გიცდი. ორი რომ გიცდის ეგეთ კარებთან. ერთი რომ გინიავებს, დაგყობა. რა ფერჭამენ იცი? ერთ ნამცხვარს იდიან, დაფუნჩხლიან ასე. დეიდობენ შუაში მაგიდაზე. ხო და ყავას შეუკვეთავს ორივე ძიანი ყავა უყარს მაგას ლატე. ხო და იმ დაფუნჩხლით ასე იყოფენ. მე ვნახე მურაბარო შეუკვეთეს ახლა პატარა ერთი მაგენ სამურა. ჩინელები არიან. შენ მკვეცნობ, ხო? ჩინელები რა ფერ შევა იცი? გამეიანგარიშებენ. ჩაი რა ღირს მურაბი. ხო. მე რა ღირს ქილაში მურაბა. ქილით ყიდულობენ, ქილით. ნინო რეიზა ქვანკრუშო. რა კარაპეტები ყოფილა ბიჯო. ეხლა ცოტა მძიმე დანამიდა, რომ დავწყო და უცებ გატყდეს კვერცხი. ეს რა მძიმე? შეხედე ნათიკო, ხერა ვქნა. ო რაკნა კვერცხი გატეხა. ასე რაკნა ნათია კვერცხი გატეხა. შენ რომ გაგეტეხა ნახეთ ქვეყანა შეძრავდი და მე რომ შობი არაფერი. კაიცა. აგი კვერცხი გარეცხილია ზურა სხვათა შორის რო იცოდე. გავრეცხე სოდიანი წყლით. რაფერი პატარებია ნახე, წყედის კვერცხი გეგონება. პატარა კვერცხი. მოდი 4-7. აი ცოტა ამოშრება მე ხო? აბა რა. ნინო აი თლა იყო ფათერ ქვეყანას, გამრეს, გამომრე. კი, всё, 10 წელი საკმარისია, იმიტომ პამიდორი იყო გერბი და. მომეცი შემიყვება სადაა, შემიქის ყობლი. რა ვიცი საწეი. აგერ მეორე ჩემი ხო. ის ათქოფილი ძალიან იმაშება მე რეიცი. ხა ესე მახსოვსებაც იქნება შიგნით და იქნება კარგი. და რას უზამ კინც, წიწაკას? კი. ნიორი წუქნა? არა, ნიოსავში მხოლოდ პამიდორი და იცი ვინმეს თუნდა დაამატოს, რეჰანს ამატებს აგერ მარინა მაგალითად. იაგომ გამიკეთა იმას წინათ ბულგარული ჩადო. ვისაც უნდა ჩაამატოს, მაგრამ მე ასე მირჩევნია. მე მოჭია ჩიჟიპილი იყო ასე კარგი იყო იქ ამბები შიგნიდან. ფოლორციკობები. ფრანცი რესტორანი იყო? ხო, ძალიან ფრანცი იყო. ძალიან საყვარელი ადგილი იყო რუს თავაზე ეგეთი. მე მაგ ხა დაჭრილი ციცაკა და ქინძი ხა დავახურავ თავზე და კარგად დაშრება.
ზურიკო ესე წვნიანი გიყვარს, ცოტა გამშრალი. ცოტა წვნიანი მირჩენია. ხო, აი მაშინ მე მირჩენია, მაგრამ რა ვიცი, ვისაც როგორ შეშრება ეხლა კვერცხი, კვებს აფიქნე. ნახე? ყველას ვაჭამოთ, ვინც გეივლის გამეივლის. ბლომატკია და რატომაც არა. ნინო ეყო. და ზურიკო ეს არის შეიძლება ჯერება რა თქმა კვერცხი ხო უნდა შეიწვა შიგნიდან და გემართება სალმონელოს. სალმონელოს აი კვერცხი არ დამმართებს, აგე ნინას გამოართი ჩემეზე. ქაცნები. 12 ქათა მიყავს, ინტერი ჭრელები. ზურიკო, ოთხინე ვაჭუქ. წითელი წიწილები და ლურჯები რომ მივაბარეთ ვიღაცას. რა მდგომარეობაში? გაფებს და იენი. დაბანე? მე რა დავბანე, ჩვეულებრივ გეიზარდა და გამოვიდა იენი. ჩვეულებრივ. ანუ შეღებილი. ო, ახალი ამბავი. აბა, ისე გეიზარდა? დაგლახდნენ რაც. საცოდავად გეიზარდნენ, ეთყობა იგი წვალობენ რომ დებავე. უი, გასვაბარა. რა იწვალეს, მართებებს გავატანე. ცოცხლები ხომ არის? კი. ცოცხალია ყველა, მაგრამ სუსტი ქაცვები. სუსტი ქათმებია ხო რა. კლახაჯიში. გაცხარავი. სოღო ხო, აი ნინას ჩემთან გადაჭრიკეს ყველაფერი და 4 მე ვაჩუქე. ჩემი და ზოგჯერ ასე მომიკითხავს თასს. მე კამფეტებს ვუწყობ იმ თასზე და ისე გავატანე. აბა ჭურჭელი ცარიელი რომ დაუბრუნა არ შეიძლება. ასე გევიზარდე მე. აბა რა, ხელი წაგივა. იცი რა არის? მე მგონი დახვეწა ჭირდება ჩვენს რეცეპტს, იმიტომ რომ ისეთი არ არის. ის უფრო სქელი იყო. ამას უფრო მეტი წვენი ექნება. ახვეწე მე. შეიძლება თითო ულუფას რო გავაკეთებთ, იქ უფრო გამოვიდეს. იცი რა, თითო-თითოს მიკეთებენ ახლა ნახევარი პამიდორი და 2 კვერცხი. ხო. ხო და ძალიან გემრიელია. აგი ნახევარი პამიდორი ზურაკია 100 გრამი. დაიცა, პამიდორი ჩაგიდო შიგნით. აჰა. აბა ნახე და მარილს დავუმატებ თუმე. სული გადასარევი აქვს. სული ახაც მოდი ჩემთან დაკიდა. არ უნდა მარილი. მართლა არ არსებობს უდადეს საჭმელი. ძალიან კაია. დილა თან ოყიერიცა. ძალიან კაია. ახლა შევჭამოთ თუ სულ შენ უნდა შეინახო. არა, ბამდენი რო ყველა. იგარ აგერ ლელა მევიდა და იმასაც ვაჭამოთ, სტუმრები ყავს. სამ შაბათიდან ჩვენს კაფეში გვექნება ხარისგულად ჭიჭიბიჭი, სოფლის კვერცხებით და ფურნის პურით. სულ კარგად წამდებოდეთ.